საღამოს მშვიდობის საქალოდონებო და ბატონებო. დღეს შაბათია, საღამოს 9 საათი და ტრადიციულად ეთერშია ილუზიონი რეალ ტივიზე. დიდი გაქცევა. აი ეს ფილმი მოგიმზადეთ დღეისათვის, ეს გახლავთ 1963 წელს გადაღებული სამხედრო დრამა. ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავთა შესანიშნავი კოჰორტაა თავმოყრილი, მათ შორის სტივ მაკუინი, ჩარლზ ბრონსონი, ასევე ცნობილი მსახიობი და რეჟისორი რიჩარდ ატენბორო, რომლის ფილმი განდი ჩვენ გქონდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენს გადაცემაში. ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ხვდებიან ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი სამხედრო მაღალჩინოსნები ტყვედ გერმანელების მიერ აშენებულ სპეციალურ ციხეში, რომლიდანაც გაქცევა პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს ციხე სპეციალურად ამ ტყვეებისთვის აშენდა. ფილმის მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს და ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან სასიამოვნო უახლოესი 2 საათის გატარება გელით ჩვენს არხზე. მე ამას იმიტომ ვსაუბრობ, რომ თქვენ აღარ გადართოთ სხვა არხზე, უფრო კომფორტულად მოეწყოთ თქვენს ტელევიზორებთან და მოვემზადოთ ამ შესანიშნავი ფილმის სანახავად. მით უმეტეს, რომ ამ ფილმამდე ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გველის ჩვენს დღევანდელ სტუმართან, კინორეჟისორ ბატონ გია გაჭარავასთან. დიდი მადლობა ბატონ გია, რომ დღეს ილუზიონის სტუმარი ხართ. ილუზიონის სტუმრობას ოდესღაც ოცნებობდი, ალბათ მაშინ არ იყო ეგ ტრადიცია. შესანიშნავი გადაცემა იყო მახსოვს ეს ილუზიონი ჩვენი ბავშვობის, ჩვენი ახალგაზრდობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გადაცემა იყო და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ალბათ სხვებმაც მოგიხადათ, რომ ეს ტრადიცია გააგრძელეთ, იმიტომ რომ ილუზიონი ჩვენთვის იყო რაღაცა პატარა ფანჯარა აი ამ კომუნისტურ სივრცეში, როდესაც ჩვენ არ გქონდა ამ ფილმების ნახვის საშუალება და უცებ ქართველებმა როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მოიფიქრეთ ეგეთი, რომ განვიხილოთ ფილმი. როგორც მე მოიფიქრეს, განვიხილოთ მუსიკა, მე შეიქმნა ეს ესტრადა და ასე შემდეგ ჩვენ გავაოგნეთ მაშინდელი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკის წარმომადგენლებს, ჩამოდიოდოთ თქვენ ამ ფილმს ტელევიზორში აჩვენებთო? ხო, განხილვა დაშვებული იყო, ანუ ასევე განხილვა დაშვებული იყო მუსიკის. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიტლზები არ ვარგა, მაგრამ პრაქტიკულად ოთარ სეფიაშვილი პრაქტიკულად დისიდენტი იყო. ისევე როგორც პირველ რიგში ეს ესტრადა დისიდენტი იყო. ეს იყო ტყუილი, ყველა მიცოდა რომ უნდა ყოფილიყო ნაცნობი ნაწყვეტები, ამ ფილმიდან და მომხდარიყო განხილვა, მაგრამ ჩვენ უყურებთ სრულად. იყო ერთ თავიდან იყო ეგ ტრადიცია წყვეტდნენ შუაში რაღაცა ორ სიტყვას ეჩა, ანუ წყვეტა და მე ეგეც ხო და ეს ესტრადა ეს აი პარალელურ რეჟიმში მიდიოდა. ჩვენი საყვარელი გადაცემები ეს იყო რა მეტი რემე რატომ დაყარებოდა, ხო? ძალიან კარგია თამეთმეტ რომ ახსენდა ეგ თვითონ აი ეს ყველაფერი არის ის ტრადიცია უნდა გაწყდეს. ეს ტრადიცია, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ სხვადასხვა ძალიან კინო მაყურებელი ვიყავით. ჩვენ ესეც ვიცოდით, ესაც გადიოდა და ყველაზე ახალსაც ველოდებოდით, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ჩვენ ყველა ვიცოდით ჩარლი ჩაპლინიდან მოყოლებული. ჩვენ ახლა რო ეკითხები, ნუ ხა არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო და ვინა ყავს თავარ როლშიო რაღაც ფილმში, ხო? გურამ ფისხალამეს ეგ რომელია? აი მას რომ ვიღაცა იკითხავს, ნებისმიერი ადამიანი, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, რა დარგიდან მოდის რა იმდა. თიგნინატია. ჩემთვის. თქმა უნდა, იმას სული უფლება აქვს, ვიცოდი მე ახალგაზრდა და არც უნდა ვიცოდი ვინ იყო. როგორ უნდა იცოდი? ჩარლი ჩაპლინი არის ცოდი. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი გადაცემა ამ შემთხვევაში უკვე ხელს შეუწყობს, რომ ვინც მართლა იცის ნამდვილი კინო და კლასიკა უყუროს თავის საყვარელ φιλმებს და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა აუდიტორიაც საკმაოდ დაინტერესებულია, რომ ნამდვილი კარგი ფილმები ნახოს. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა. ძალიან ნიჭიერი კაცი ხარ ბატონო გია, ნიჭიერი რეჟისორი, სცენარებს წერთ, მუსიკას წერთ და თქვენ ძალიან დიდი პერიოდი თქვენი ცხოვრების გაატარეთ საზღვარგარეთ. თქვენ ჩართული იყავით იქ სწორედ აი კინოწარმოებაში იმ ქვეყნის რომელ ქვეყანაშიც იყავით, მე არ ვიტყვი და თქვენ და აი მინდა რომ აი ეს პერიოდი გავიხსენოთ და შევადაროთ აი ეს კინოწარმოება, თუნდაც ჩვენს კინოწარმოებას. შედარება ხე ცოტა გაგუჭირდება მიზეზს და მიზეზს გამო, იმიტომ რომ ჩვენთან შეწყდა ეს კინოწარმოება, რა კინოწარმოების ფორმითაც იყო კინოწარმოება. სხვადასხვა მე როგორც ხო თავიდანვე აღნიშნავდი ყველგანო საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება ჩემს ირგვლივ, მე ჩემს გუნაში ვარ, რა კინო არის ჩემი საზღვრები. და ამ საზღვრებში კარგად როგორც ვიგავედის მე ცოტა ვიგზავნა და სულ ამბობ რომ შეცდომა იყო ესეთი კინოსკოლის აი ესე უყურადღებოდა და სერიოზულად განავითარა თუნდაც ბიზნესის თვალსაზრისით. როდესაც შენ კინოსკოლას გაღიარებს ევროპა, ეს ნიშნავს რომ შენი ფილმების კარი ძღია. ანუ ეს ფულია, სხვა თუ არაფერი არ გაინტერესებს დავუხოთ. და იქ როგორ არის, იცი რომ იქ პირველ რიგში ეგ პრობლემა მოხსნილია, იმიტომ რომ 150 მილიონიანი ქვეყნის ბაზარი აქვს. აი ყველაზე ცოტა თავისი.
ამას მოყვება კიდე 400 მილიონიანი ბაზარი მთელი ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში გაცვლა გამოსვლა ჩვეულებრივი ამბავია ერთმანეთს ფილმებს უყურებენ და ტელევიზიები და შემდეგ და კინოინდუსტრია აქ აი როგორ იცი უფრო სნობისტურია ვიდრე ცნობილი ერთმანეთის ფილმები ძალიან მოწონთ ფესტივალებს ატარებენ აი ის კანში გაიმარჯვებს თუ არა ნაკლებად დაინტერესებს თუმცა ბოლო პერიოდში იცით რომ სიდარჯე და დეუშ ანუ როგორ ქართულად ღმერთების ქალაქი კანის გრან-პრის გახდა მე ეს ტროპადილეიჩი ელიტარული გზა ესეთი სპეცნაზი გადაიქცა ანუ 2-3 სურათის ფონზე ესენი გამოჩნდნენ ისეთი რომ ბრაზილიური კინო ისევ დაინტერესების იმაში მოხდა საოცარი იყო ჩემი იქ ამათთან დამოკიდებულება როგორც კი ჩავედი მე მოწეული ვიყავი რაღაც პროექტთან დაკავშირებით მაგრამ მე პროექტის ვადა როგორც კი თავდა მე გაგიშვებენ უკან ხო მე შევიტანე საბუთები რომ გაეგზელებინათ და ასე შემდეგ იმათმა მომთხოვეს რომ მოიტანე საბუთები შევიტანე კინოკავშირის ესე ნუ ბრაზილიის კინოკავშირის საბუთები შევიტანე საოცარია რომ აქ არ მიმიღეს კინოკავშირის დავის დროზე რაღაცას არ ვაკმაყოფილებდი და იქ დავაკმაყოფილებ და პირველი ქართველი ვარ რომელიც ვარ ბრაზილიის კინოკავშირის წევრი იქ როგორ გადახედეს გადმოხდეს შეხვდეს ანუ დოკუმენტი და კანონი ერთმანეთთან არის საოცარი ხალხი, საოცარი ქვეყანა, საოცარი პერსპექტივები აქვს და არანაკლები ჩვენ. იმიტომ ის დიდია, მაგრამ ჩვენ პატარა ვარ და ეგეთივე შესაძლებლობა ყველაფერი გვაქვს იმისათვის. პატარა ქვეყნის კინემატოგრაფიისთვის. იმათ დიდი ქვეყნის კინემატოგრაფიისთვის. ბატონო გია, მოდით ახლა დღევანდელ ფილმზე გადავიდეთ ნაწილობრივ. მე ჩვენი საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ამ ფილმში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ როგორებიც იყვნენ სტივ მაკუინი, ჩარლზ ბრონსონი. აი ამ უკანასკნელზე ვიტყვი, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩარლზ ბრონსონი თქვენი საყვარელი მსახიობი ერთ-ერთი და მოდით მასზე. არა, არც არანაკლებად სტივ მაკუინის, იმიტომ რომ პირველი გაცნობა ჩემი ბავშვობისა ეს იყო საოცარი, მაშინ ფილმი გამოვიდა, იყო შესანიშნავი შვიდეული. ეს იმხელა შოკი იყო ჩვენს მაყურებელს ვეთქვი ჩაგერთვები კითხვენ ახსენეთ რომ ანუ დღევანდელი ფილმის რეჟისორი ჯონ სტიორჯესი გახლავთ სწორედ შესანიშნავი შვიდეულის რეჟისორიც და ვფიქრობ რომ უკვე წარმოდგენა გვექნება რა ეს საერთოდ ზუსტად იმიტომ რომ არჩია ზუსტად ეთყობა ეს ორი შესანიშნავი მსახიობი მაგრამ შესანიშნავი შვიდეული მაინც მართლა შესანიშნავი იქიდან დაიწყო სამწუხაროა ეს თვითონ ეს ფილმი რომელიც დღეს უნდა ჩვენ თქვენ მაშინ არ იყიდა საბჭოთა კავშირმა მიუხედავად იმისა რომ მოსკოვის კინოფესტივალზე სტივ მაკუინმა აიღო საუკეთესო მამაკაცის პრიზი და ზოგადად მას პრაქტიკულად 10 წლის განმავლობაში რაღაც აღიარება არც ჰქონდა. წლების შემდეგ მიიღო აღიარება. რაღაც 20 საოცარი ისტორია ჰქონდა, ისევე როგორც ჩარლზ ბრონსონს. დაახლოებით ვიცი თუ არ ვწდები 100-ზე მეტ ფილმშია კაცი გადაღებულია. ეს რაც ოფიციალურად, კიდე არაოფიციალურად სადაც ტიტრებში აღწევოდი ხო პატარა როლი. იქ კიდე 20 როლია. მიუხედავად ამისა, რომ კაცი არასოდეს არ შეუძლია ჟანრი. სულ რატომღაც ეს და იგივე ასეთი ცოტა მუჟლანის როლებს თამაშობდა ყოველთვის. კაცრი, მამაკაცური ესეთი კაცი იყო. კომედიაში არ უთამაშია კაცი. არ უთამაშია სასიყვარულო რომანტიკულ ფილმებში. ქონდა რაც მომდა როგორც ოჯახს დაუხოცავენ, მე აჩვენებენ როგორ უყვარდა ეს ოჯახი, მაგრამ აი ჩისტა როგორც ახელ გლეხს უყვარდა, მაგრამ არავითარი ამაში თქვა ისეთი რაღაც არ არის. მიუხედავად ამისა, ეს მასკა არ მობეზდა მაყურებელს 30-40 წლის მანძილზე. და ეს გაცავდა ჩარლზ ბრონსონის ეს პირველი სახე, რომელიც მე მახსოვს შესანიშნავ შვიდეულში, იმიტომ რომ მაშინ ისეთი ფრაზა თქვა მან ჩვენთვის, რომ როდესაც ჯიბეში 20 ცენტიც არ გიდევსო, $20 თავაზობენ, $20 მთელი კაპიტალიაო და ეს იყო ჩვენ ამით მოკლედ ერთმანეთში ვლაპარაკობდით. და ეს იქეთ ეს და ამით იმშვიდებდით თავს, ხო თუ ფული არ გქონდა ჯიბეში ახალგაზრდა. არა, $20 გეტყოდ რამდენი გაფულა 3 რო გეტყოდა და 3 რა ფულია დავარია სულ. ჩვენ ვიცოდით პასუხისმგებლობა, ჩვენ კარგ დროს გავიზარდეთ, აი კარგ აი აღორძინებაში, იმიტომ ეს სურათიც ახლა რომელიც უნდა ნახოს მაყურებელს, შესანიშნავად გაკეთებული სურათია. შესანიშნავად და მე უყურე სპეციალურად ეს ფილმი წუხელაღის ეპიზოდურად მაგ დისკების სახში და აი თავარი რა, რაც ახლა გაქრა, ნატურალური ტრიუკები, რომელიც იყო ძალიან სახიფათო. ეხლა ჩემოძმაო იმის არ იყოს, კინოში იყო თან რომ მიდის შორენას და ქვირომიდის. აბა მიდი და გლადიატორი აღურებას მინდა უთხრა სწორედ აი კარგი თემა შემოიტანა ბატონო გია რომ მაშინ მართლაც ძალიან ბევრი მსახიობი, რა თქმა უნდა იქ დუბლიორები ყავდათ რაღაც, მაგრამ არ იყო ეს კომპიუტერებით, ეს ნატურაში სრულდებოდა. ძალიან ბევრი მსახიობი არიან ისეთი მსახიობი, რომლებიც თვითონ დაუშვათ დუბლიორის დაუხმარებლად აკეთებენ ტრიუკებს შეეწირა ბევრი მსახიობი. იგივე სუპერმენი მაგით დაიღო, ნუ და ცხენიდან ჩამოვარდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ იყო მაშინ ერთ-ერთი ეს იყო
მარიაჟი არ ქვია მაგას. ნუ ნიშანი იყო იმისა, რომ ვიცოდით, რომ ჟან მარი აკეთებდა თვითონ ტრიუკებს, ის აკეთებდა იგივე ჩარლზ ბრონსონი აკეთებდა, სტივ მაკუინი, იგივე იულ ბრინერი. ანუ იყო უამრავი სახეები, რომელიც უარს ამბობდნენ ტრიუკებში და მე ამაზე იყო საშინელი, რომ მთელი ფილმი ელოდებოდა, ვაიმე ახლა გადარჩება, არ გადარჩება. ესეც რაღაცა სახეობური გეროიზმის ნიშანია და მე მევესალმები, თუმცა აი აქ მით უმეტეს ეს დეკორაცია, ეს ციხეც კი სპეციალურად აწყობილი იყო ამ ფილმისთვის. ნუ 63 წელი ხალხო და მაგრამ დღეს უყურებ, ნუ იმის არ იყოს ქართულ ფილმებს უყურებ 60 წელი. ნახევარი საუკუნე გავიდა. ნახევარი საუკუნე გავიდა თითქმის და ეს ყველაფერი იმდენად ნატურალისტურად, იმდენად საინტერესოა, მე ვერ წარმომიდგენია. ერთი დეტალი გამახსენდა, ვკითხულობდი ვისოცკის მოგონებას, ჩარლზ ბრონსონთან დაკავშირებით. იგნორირობე რა გავუკეთა? ხო, როდესაც ეს ჩავიდა და დაინახა რომ რაღაცას დგა და ეს მისი კუმირი იყო რა. რაც რომ მივიდა და რომ ჩემი სახართ 100 კუმირი ხარ და მისი პასუხი რა იყო? ნუ აი ძალიან ისეთი დაახვიე. ხო, დაახვით ესე გამოდიოდა ძალიან უხეშად რა, ამიტომ მე ხა ვერ გავალამაზებ. ესევე უპასუხა. და აი წლების შემდეგ, როდესაც უკვე მას იქ ჰოლივუდში კონცერტი ჰქონდა ვისოცკის, ხო ეგეც გეცოდინება, რომ აი თვალებით ვეძებდიო, რომ არ მოვიდა და შემდეგ ორგანიზატორს კითხა ღონისძიების, აი ჩარლზ ბრონსონი არ არის, სხვა ვარსკვლავი იქ და არა კაცო ეგ რაში გაიგდა, ნუ ინტერესია, მაგრამ სარსად არ ვეძახი. ნუდნი კაცია. არა ეგეთი იყო ჩარლზ ბრონსონი, ერთი უცნაური ოჯახიდან მოდის, ეხლა რაღაც მეშახტეთა ოჯახიდან მოდის. რაღაცა 20 თუ 15 შვილი იყო ოჯახში, ეგეც რომელიღაცა იყო. ძალიან ისეთი გრძელი ისტორია აქვს. მე თვითონაც მეშახტედ მუშაობდა და ხა ეთქობა ხასიათი ჩაჯდა ესეთ ყველაფერი რა. მეშახტეთა ოჯახი აღარ იქნებოდა მე მგონი ესე ბრაზილიაში რო იყო, რომ ერთი ის მიხაროდა ბრაზილიაში, ვეძე. რომ არა ფერი არ აინტერესებდა თავს. აი დილ და საღამომდე თუ ცეკვა არ არის, მაშინ ბედნიერები ვერ არიან. ეს მეშახტების ოჯახი ხა ვერ იქნებოდა ესეთი განწყობა რა. თავისთავად დაეთქვა ამას კაცს და მე მაგალითად მივესალმები აი ჟანგაბენიც ახლა რომელთანაც მას არ თამაშია, ეგეთ ერთი ნიღაბი იყო მთელი ცხოვრება, მაგრამ ფანტასტიკური იყო. და ბედნიერი კაცია რომ ამას ჰქონდა ესეთ სახეობათა შეხედა, ლინოვენტურასთან ითამაშა შესანიშნავი კოზანოსტრაში აქ მე მგონი ეგეთი კარგი ხალხო მე მგონი ეგეთ და ძალიან კარგი სურათი იყო თუ გახსოვთ ეგეთი წითელი მზე. ალენდელოთა ტოსი ანუ სხვადასხვა ეპოქასთან და სხვადასხვა კულტურასთან ჰქონდა შეხება. ერთი რომ ფრანგები იყვნენ ალენდელონი და მეორე ტოსი რომ იყო იაპონელი საერთოდ და რაღაც კაი სინთეზი გამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. საქმეს აკეთებთ და ეგეთ კარგ ფილმებს დავაზოთ მაყურებელს, ცოტა გემოვნება დაეხვეწება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, საინტერესოებისათვის. ჩვენ ალბათ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენ რამდენიმე წუთში საშუალება გვექნება ვნახოთ ფილმი დიდი გაქცევა, თუმცა მანამდე დავაანონსებ მომდევნო შაბათს. ძალიან იშვიათად ვაკეთებ ხოლმე ამას, მაგრამ იმდენად კარგ საჩუქარს ვუმზადეთ ჩვენ მაყურებელს, რომ მინდა რომ დღეს ჩემს საუბარში ვთქვა. ჩვენ ეთერში გავალთ 28 იანვარს საღამოს 9 საათზე და ჩვენ შევთავაზებთ მაყურებელს კრიმინალურ დრამას ნათლი მამა. საგა, ასე ვთქვათ. მაგრამ რატო ვაანონსებ? ეხლა მაყურებელმა იცის რომ ეს ფილმი 3 ნაწილისგან შედგება და ვიცი ისიც რომ ძალიან ბევრი ნერვებზე მოქმედებდა რომ აი და მორჩება პირველი ნაწილი და როდესღაც დაუშვათ შემდეგ დღეს არიან შემდეგ კვირას აჩვენებდნენ მეორე ნაწილს, მესამე ნაწილს და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ილუზიონში მომდევნო შაბათს მთლიანად ანუ ყოველგვარი შეწყვეტის გარეშე თავიდან ბოლომდე ფილმის 3-ვე ნაწილი ვაჩვენოთ მომდევნო შაბათს საღამოს და ხო თითქმის 9 საათი და მე ვფიქრობ რომ ეს კარგი საჩუქარია. ღამე უნდა გააკეთო. რომანებისთვის ხო არ არის ახალი წლის ღამე, მაგრამ იმდენად დიდია სიყვარული ამ ფილმის მიმართ დარწმუნებული ვარ რომ ყველა ამას კიდევ ერთხელ ნახავს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრს არაერთხელ აქვს ნანახი. ამიტომ ამ ფილმზე ჩვენს შემდეგ სტუმართან ვისაუბრებთ მომდევნო შაბათს, ახლა კი საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით ვნახოთ დიდი გაქცევა. მომავალ შეხვედრამდე.